მინდა გითხრათ, რომ მამები უფრო ვერ ეგუებიან ამ დიაგნოზს, დედებს რომ უხსნით, რომ ეს მდგომარეობა უნდა დავიწყოთ ინსულინოთერაპია, რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს, დედები უფრო გაგებით ეკიდებიან, აი მამებს აქვთ ეს ახასიათებს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია, პირველი ეტაპი, აი უარყოფა დიაგნოზის უფრო სხვათა შორის რო ვაკვირდები მამის მხრიდან მოდის, არა მოდით კიდე გადავამოწმოთ, აბა თუ შეიძლება სადმე გავაგზავნოთ, რაღაცა გავაკეთოთ, ანუ ის უნდობლობის მომენტი, რომ შეიძლება შევცდით დიაგნოზში, მამებს უფრო აქვთ და ყოველთვის ამის შესაძლებლობას ვაძლევთ, დროს ვაძლევთ, სადაც გინდა დარეკეთ, გადააგზავნეთ, გადავაკონტროლოთ, ანუ ფსიქოლოგიურად რო ამისთვის მზად იყვნენ. მქონია შემთხვევები, როდესაც დედა დათანხმებულა, რომ უნდა დავიწყოთ ინსულინოთერაპია და მამა არის უარზე. მიგვიცია, ანუ ბავშვის მდგომარეობა რო არ გავაუარესოთ ისე რაღაცა დამხმარე საშუალებებით, ხან ფიზიოლოგიურის გადასხმით, რომ მაინც ჰიპერგლიკემიები მაღლა არ გაუშვათ და ბავშვი არ წავიყვანოთ კეტოაციდოზისკენ, მიგვიცია იმის საშუალება მამისთვისაც, ის 1 დღე და 2 დღე დავლოდები ვართ მის აი ამ ფსიქოლოგიურად, რომ მომზადებულიყო ამ ყველაფრისთვის, ანუ ესეთი მომენტებიც გვაქვს რა და რო ვაკვირდები, მამებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ამ დიაგნოზის მისაღებად. აი ეს უარყოფის პერიოდი, მერე უკვე მოდის პერიოდი, როდესაც აი რატო ჩემ შვილს და უფრო მეტი კითხვა სხვათა შორის უფრო აქვთ ხოლმე აი მამებს, რასაც მართლა გითხრათ, ვაკვირდები ჩვენი პრაქტიკის განმავლობაში.